2019 წლის 15 აპრილს პარიზის გული ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა. მასთან ერთად ჩაიწვა საფრანგეთის ისტორიის უნიშნულოვანესი ნაწილი. ნოტრ-დამ-დე-პარი 1163 წელს აშენდა. ის არაერთი ომის და კატაკლიზმის მომსწრე იყო. მასში გასამართლა ჟანა დარკი, იქ დაქორწინდა მარია სტიუარტი და მარგარიტა დე ვალუა. იქვე აკურთხეს იმპერატორად ნაპოლეონ ბონაპარტი. აქ ზეიმობდნენ ფრანგები პარიზის გათავისუფლებას გერმანული ოკუპაციისაგან. სწორედ მის კედლებს აფარებდა თავს ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი რომანის მთავარი პერსონაჟი ზართა მრეკველი ხეიბარი კვაზიმოდო. მთელი მსოფლიო გლოვობს ამ დღეს, რადგან პარიზი ღვთისმშობლის ტაძარი ქრისტიანული ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო იყო. არ გლოვობდნენ მხოლოდ ისლამისტები, რომლებიც სიხარულს ვერ მალავდნენ მომხდარის გამო. ამ ვიდეოში თქვენ ხედავთ Facebook Live, სადაც ისინი მასიურად სახალისო ღიმილებით აფასებენ ხანძრის ფაქტს. საინტერესოა, რომ ისლამისტების აღტაცებას ლიბერალების ნაწილიც იზიარებდა, მათ შორის ქართველი კუკურა ბარამიძე. აი ჩას. პარიზის ცაზე კვამლი გამოჩნდა და მე აღვთავანდი ეგრევე. ვაიმე რა საყვარელია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. კიდევ უფრო შორს ქართველი LGBT-ები წავიდნენ. და ანუ ხო შეიძლება საპატრიარქო და საბებად ამობუგული იყო, ხო შეიძლება ეგეც დამწვარი იყო და პატრიარქის ჩიგით მოყოლილი იყო და ეს ფარისეველი ხალხი. ხო შეიძლება უბრალოდ ეს ყველაფერი მომხდარიყო რა. დღევანდელი ლიბერალური პროპაგანდა, სხვადასხვა სენტიმენტალური აქცენტები ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვარწმუნებს, თუ რა ჰუმანურები და კაცმოყვარეები არიან ლიბერალები. როგორი ტოლერანტულობით და მშვიდობის მოყვარეობით გამოირჩევიან განსხვავებულების მიმართ. მაგრამ რეალობა ხო სულ სხვანაირია. სინამდვილეში ლიბერალებს ორგანულად ეზიზღებათ ყველაფერი მათთან შეუსაბამო. ისინი ეგრევე ივიწყებენ ამ მოჩვენების შემწყნარებლობას, როდესაც საქმე ქრისტიანობას ეხება. მათ ისტერიკული დორბლიანობიდან საქმეზე გადასვლის უნარი და ტრაკი რომ ჰქონდეთ, დაუფიქრებლად დაიწყებდნენ ეკლესიების გრევას და რეპრესიებს, როგორც ამას მებრძოლი ათეისტები 20-იან წლებში აკეთებდნენ. ამოუცნობი პარადოქსია ცხრისა და მგლის, ლიბერალების და ისლამისტების ასეთი შეხმატკრილებული ალიანსი დასავლური ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ. ეს მარაზმატიკული მოცემულობა მხოლოდ და მხოლოდ ლიბერალების სუიციდურ ნატურაზე მიუთითებს. სხვა ვერანაირი ლოგიკით ვერ ამოიხსნება, თუ რატომ უნდა მიისწრაფოდეს ლიბერალი იმ ქრისტიანული ცივილიზაციის დემონტაჟისკენ, რომელშიც ის ყველაზე უსაფრთხოდ გზნობს თავს. რატომ უნდა უნდოდეს იმ ისლამური ფუნდამენტალისტური დღის წესრიგის ხელშეწყობა, სადაც მას ან ამწის ტროსზე ჩამოკიდებენ, ან სახურავიდან გადმოაგდებენ. აღსანიშნავია, რომ თვითონ ლიბერალ მოაზროვნეთა ნაწილიც ვერ უარყოფს კრიზისის არსებობას. ისინი იძულებულნი არიან საკუთარ იდეოლოგიურ შინაარსს გადახედონ რაციონალიზმის სასარგებლოდ. ერთ-ერთი ასეთი მოაზროვნე, ცნობილი ათეისტი და რელიგიების კრიტიკოსი რიჩარდ დოკინსია. ცოტა ხნის წინ მან აღიარა, რომ ქრისტიანობა შესაძლოა სხვა აგრესიული რელიგიებისგან დამცავის ფუნქციას ასრულებდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობენ ქრისტიანები, რომლებიც შენობებს აფეთქებენ. არ ვიცი არც ერთი ქრისტიანი თვითმკვლელი ტერორისტი. არ ვიცნობ არც ერთ მსხვილ ქრისტიანულ კონფესიას, რომელიც მიიჩნევს, რომ წმენის უარყოფა სიკვდილით უნდა იჯებოდეს. მე ორმაგი გზნობები მაქვს ქრისტიანობის წასუსტებასთან დაკავშირებით, რადგან დღესდღეობით ქრისტიანობა შესაძლოა რაღაც უფრო უარესისგან დაცვის ფუნქციას ასრულებდეს. ცხადია, ამ ტექსტში დოკინზი სულ უფრო მზარდ ისლამურ საფრთხეზე და მისგან დაცვის ფუნქციაზე საუბრობს. ნიშანდობლივია, რომ ქრისტიანობის პოზიციის დასუსტების საქმეში აქტიური როლი თვითონ დოკინზმაც შეიტანა. ტრაგიკულია, მაგრამ დასავლელი ინტელექტუალები შეიძლება უკვე გამოუსწორებლად გვიან იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ საკუთარი ხელით მოურღვიეს დამცავი იდეოლოგიური ფარი დასავლურ ცივილიზაციას. Danser qu'elle baisse son corps à jour.